საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სამზადისი უკვე დაიწყო. ჭარბი მოსავლის შემთხვევაში თუ ყურძნის კერძო სექტორი არ შეისყიდეს, სახელმწიფო ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასით ჩაიბარებს, რაც შეეხება ვენახის გაშენებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თანხმობა უფასოდ გაიცემა. ეს დასჭირდება იმ პირებს, რომლებიც 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას გადაწყვეტენ. 2026 წლის 1 მაისიდან მოუნდებათ ვენახის გაშენება იმ პირებს, ვისაც მოუნდება ვენახის გაშენება, ვალდებული იქნებიან შეათანხმონ ეს გაშენება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს არის ის მთავარი ცვლილება, რომელიც ამ შემთხვევაში არის გათვალისწინებული აღნიშნული ცვლილებებით. მოგეხსენებოთ, რომ საქართველო უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ბოლო ბაზარზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს ხარისხიანი ღვინის წარმოებას და შესაბამისად ხარისხიანი ღვინო არ შეიძლება ვაწარმოოთ უხარისხო ყურძნით, ამიტომ ერთიულად მნიშვნელოვანია ის ყურძენი და ის ვენახი, რისგანაც მოიწევთ მოსავალს. შესაბამისად ყურძენი და ვენახი მოგეხსენებათ, რომ გახლავთ გრძელვადიანი ინვესტირება, ამიტომ თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვენახი იყოს გაშენებული იმ ყველა წესის და პირობის დაცვით, რაც შემდგომში მოგცემს საუკეთესო ხარისხის მოსავალს და საუკეთესო ხარისხის ღვინოს. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიღებული იქნება პარლამენტში და შევა ძალაში, ჩვენ ღვინის ეროვნული სააგენტო სამინისტროსთან ერთად მინისტრის ბრძანებით გამოუშვებს შესაბამის კანონქვემდებარე აქტს, სადაც უკვე დეტალურად იქნება გაწერილი ის ნაბიჯები, რომელიც მევენახემ ფერმერმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ მიიღოს მსგავსი თანხმობა. ეს კიდევ ერთხელ გამეორდები შეეხება 2026 წლის 1 მაისის შემდეგ გაშენებულ ვენახებს, რა თქმა უნდა, ის ვენახები, რომლებიც უკვე გაშენებულია, ეს რეგულაცია მათ არ შეეხებათ და უბრალოდ ისინი უნდა იყოს ყველა ასახული ჩვენს კადასტრში.